რას მოგიტანთ 2026 წლის საფხული მეგობრებო, მოდით ვნახოთ საჯარო გაშლამ თემით, რას მოგიტანთ 2026 წლის საფხული. პირადი კონსულტაციისთვის მომწერეთ პირადში და მოგიტანთ პირველ რიგში გზების შეცვლას მეგობრებო, აქ თქვენ გადადიხართ სრულიად ახალ გზაზე, სრულიად ახალ რეალობაში და რაში გამოიხატება ეს სრულიად ახალი რეალობა, ხო? რა თქმა უნდა, ყველასთვის ასე თუ ისე ინდივიდუალური არის, მაგრამ უმეტესობასთან აქ ჩანს. პირველ რიგში თავდაჯერებულობის, ქარიზმის, ეშხისა და კარიერის კუთხით. აქ ზოგი თქვენგანი შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია იყოს ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა, ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა, ზოგადად ძალიან ნაყოფიერი, ძალიან ისეთი ზრდის, შინაგანი ზრდის მომტანი მგზავრობა შესაძლებელია იყოს, ხო? ზოგისთვის ეს არის უბრალოდ ერთი ბინიდან მეორეში გადასვლა, ან თქვენ წარმოიდგინეთ და შეძენაც კი შესაძლებელია იყოს უცაბედი და მოულოდნელი. თუმცა ცხადია, კონკრეტულად ეს ინფორმაცია ყველას არ ეხება. ასევე აქ იქნება ცვლილებები თქვენი გარეგნობის კუთხით, ქალბატონებო, განსაკუთრებით ეს არის აქტუალური თქვენთვის, თუ თქვენ გინდოდათ წონაში დაკლება, წონაში მომატება, არ ვიცი, რაღაც სხეულის ცვლილებები, ახალი ვარცხნილობა, ახალი ტატუ, ზოგადად ის რომ თავი უფრო ლამაზად, უფრო თავდაჯერებულად იგრძნოთ, ამ ყველაფრის საშუალება მოგეცემათ. იმიტომ რომ აქ ჩანს არა მხოლოდ გარეგნული ცვლილებები, არამედ შინაგანი ცვლილებებიც, სადაც თქვენ თავს გრძნობთ ბევრად უფრო თავდაჯერებულად. აქ არის ნაყოფიერი ფინანსური ენერგია, როდესაც ნაყოფი უკვე დათესილი არის, როდესაც თქვენ იწყებთ ნელ-ნელა თქვენი ნაყოფის შეგროვებას, როდესაც თქვენ უკვე ბევრი იმუშავეთ, ბევრი გააკეთეთ, აგრძელებთ ამ მუშაობას და თან პარალელურად ნაყოფსაც აგროვებთ. ასევე აქ მოდის, ნახეთ, აქ იქნება ბევრი ადამიანისგან მოულოდნელი აღიარება სიმპათიისა, აღიარება თქვენი ზოგადად როგორც ადამიანისა, მაგრამ ასევე იქნება საკმაოდ ბევრი პროვოკატორი. ადამიანების გარკვეული ნაწილი ეცდება, რომ ცოტათი ნერვები მოგიშალოთ, ცოტათი ნერვები აგითხაროთ, ამიტომაც ნერვებს მოფრთხილდებით ამ საფხულის განმავლობაში შეძლების დაგვარად. გასაგები არის ის, რომ დილით მაგალითად ყავა თუ დაგეწვეთათ მაისურზე, ეს გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს და ხანდახან მთელ დღეს აფუჭებს ასეთი პატარა დეტალი, მაგრამ ასეთ პატარა დეტალებსაც მისცემთ თქვენი დღის გაფუჭების უფლებას. გაუფრთხილდით ნერვებს და მით უმეტეს ასეთ დეტალს თუ არ აძლევთ გაფუჭების უფლებას, მით უმეტეს მისცემთ ადამიანებს და მათ სიტყვებს, ხო? იმიტომ რომ აქ ცოტათი ისეთი პროვოკაციული ნეგატიური სიტყვები შეიძლება იყოს. ასევე გირჩევდით იმას, რომ თუ თქვენ გინდოდათ რაღაც ახალი სწავლა, შეწავლა, ინფორმაციის შეგროვება რაღაც საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად დაიწყოთ, იმიტომ რომ ესეც იქნება ძალიან ნაყოფიერი თქვენთვის, კიდევ რა გელოდებათ ამ საფხულზე, უმძლავრესი, უძლიერესი შინაგანი ტრანსფორმაცია. რას ეხება ეს ტრანსფორმაცია? საკუთარ თავში აღმოაჩენთ იმას, რომ რაღაც კონკრეტულ თქვენს სისუსტეს, რაღაც კონკრეტულ თქვენს ჭრდილს ებრძოდით, თითქოს რაღაც ასეთი მოდის. ასევე ნახეთ მეგობრებო, აქ ძალიან დიდი ალბათობით იქნება გარკვეული კონფლიქტის დასასრული თქვენი მოგებით. კონფლიქტის დასასრული იქნება ბევრი თქვენგანისთვის, ვინც ახლა რაღაც გარკვეულ კონფლიქტში, ან გარკვეულ ომებში, ან მაგიურ ომებში ხართ განსაკუთრებით. სულ ეს არის მეგობრებო, დაგემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.